კიდევ ერთი საქმე, რომელშიც ვანო მერაბიშვილი ფიგურირებს ტელეკომპანია იმედს უკავშირდება მუქარა და იძულებით გადაფორმებული წილი. იმედის 15%-იანი პაკეტის ყოფილი მფლობელი გამოძიებას ექს-პრემიერთან შეხვედრის დეტალებს უყვება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია ტექს ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გიორგი მიქელაძის ჩვენება გამოაქვეყნა, სადაც ის დეტალურად იხსენებს, თუ როგორ შესთავაზა მერაბიშვილმა ტელეკომპანიის ფიქტიური მფლობელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ბიზნესის ლიკვიდაციით დაემუქრა. იმედის საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. მოგვიანებით ჯოზეფ ქეის ჩვენება გამოქვეყნდა და ტელეკომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით ბრალი თბილისის მერს აუყენეს. თუმცა საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიგი უგულავას სხვისი ქონების მითვისება ედება ბრალად. საქმის ახალ გარემოებებს ვასილ დაბრუნდაშვილი გაგაცნობთ. მუქარა ბიზნესის ლიკვიდაციით და გაფრთხილება ოჯახზე. ქეის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია იმედის 15%-იანი წილის ყოფილი მფლობელის აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა. გიორგი მიქელაძე გამოძიებას მისი და ექს-შინაგან საქმეთა მინისტრის გაცნობის და შეხვედრის ფაქტებს უყვება. საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს. პროფესიით ვარ იურისტი, თუმცა დიდი გამოცდილება მაქვს სამშენებლო ბიზნესში. კერძოდ 2006 წელს მე და მიხეილ ძაძამიამ დავაფუძნეთ სამშენებლო კომპანია შეპესე ტექს ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. სწორედ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე დაინტერესდა ძველი ხელისუფლება, კერძოდ იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელთანაც ადრე მქონდა გარკვეული სახის შეხება და მიცნობდა. კერძოდ 2007 წელს მიმდინარეობდა მშენებლობა ქალაქ გორში და იმდროინდელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები დაგვიბარა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. ტექს ჯგუფის დამფუძნებელი გამოძიებას უყვება, რომ ვანო მერაბიშვილი მას 2011 წლის ნოემბერში დაუკავშირდა. თუმცა სამშენებლო ბიზნესის ნაცვლად საუბრის მთავარი თემა ტელეკომპანია იმედი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დამიბარა დაახლოებით 2011 წლის ნოემბრის თვეში, რომელიც დამიკავშირდა თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით. საუბარი შეხვედრისას შეეხო არა სამშენებლო საქმიანობას, არამედ ტელეკომპანია იმედის თემას. შეხვედრა ამ შემთხვევაში შედგა უკვე ახალ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზე. მითხრა, რომ პანამაში არსებობდა კომპანია რაკ ჯორჯია ჰოლდინგი, რომელიც ფლობდა ჯორჯიან მედია პროდაქშენის 90%-იან წილს ტელეკომპანია იმედის დამფუძნებლის და აღნიშნული წილიდან გარკვეული ნაწილი უნდა შემეძინა მე. რა თქმა უნდა, ფორმალურად უნდა გავფორმებულიყავი წილის მფლობელად. წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრა ჩემი ბიზნესის ლიკვიდაციით და ამასთან გამაფრთხილა, რომ ყველაფერი მარტო ბიზნესის წართმევით არ დამთავრდებოდა. ასევე მისი მხრიდან იყო მუქარა. აღნიშნული კომპანიიდან შევიძინეთ 15%-იანი წილი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ფიქტიური და როგორც უკვე აღვნიშნე, უბრალოდ ფურცელზე დაწერილი. მე აღნიშნულ წილში არ გადამიხდია რაიმე სახის თანხა და არც რაიმე სარგებელი მიმიღია არასდროს. 2011 წლის ნოემბრის თვის ბოლოს, დეკემბრის თვის დასაწყისში ზუსტად თვე და რიცხვი არ მახსოვს. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილთან მქონდა უკვე საუბარი ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით, შევხვდი გიორგი არველაძეს. ვიყავით მხოლოდ მე და გიორგი არველაძე, რომელსაც უთხარი, რომ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, რომელმაც მესაუბრა ტელეკომპანია იმედის წილებთან დაკავშირებით, რომ მე უნდა გადამეფორმებინათ 15%, ხოლო დანარჩენი დეტალების გასარკვევად ვიყავი უკვე მისული მასთან. აღნიშნულზე გიორგი არველაძე მიპასუხა, რომ საქმის კურსში იყო და იცოდა რა თემაზე მქონდა საუბარი ვანო მერაბიშვილთან. გიორგი არველაძემ ამიხსნა, რომ უნდა მომეწერა ხელი წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რასთან დაკავშირებითაც ვიყავით ნოტარიუსთან ხელმოწერის ნიმუშის დასადასტურებლად და აღნიშნული შემდეგ მოვაწერეთ ხელი შემდეგ უკვე ხელშეკრულებას. თუმცა რა ეწერა ხელშეკრულებაში, გარდა იმისა, რომ 15%-იანი წილი შპს ჯორჯია მედია პროდაქშენ გრუპისა გადმოვიდა ჩემს საკუთრებაში, ჩემთვის უცნობია. ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, არც კი წამიკითხავს ხელშეკრულება. მიქელაძემ ტელეკომპანიის 15%-იანი წილი სანოტარო ბიუროში იმედის სხვა მეწილეებთან ერთად გადააფორმა. ფაქტს იმედის ყოფილი მეწილე გიორგი არველაძეს ადასტურებს. თუნდაც იგივე ყორახაშვილი მე პირველად გავიცანი, უკვე მაშინ როცა ის უკვე პარტნიორთა კრებაზე მოვიდა პირველად. ხელი დოკუმენტაციას რომ მოვაწერეთ, იქ მეც ვიყავი, ხო ბუნებრივია და სხვაებიც. შედგა თუ არა იმედის გადაფორმებასთან დაკავშირებით მერაბიშვილსა და არველაძის ახლო მეგობარ გიორგი მიქელაძეს შორის მუქარი შემცველი საუბარი, ეს არველაძისთვის უცნობია. გიორგი არველაძე ამბობს, რომ ის კონსულტაციებს მერაბიშვილთან არ მართავდა. ზოგადად გიორგის ჰქონდა პირადი ურთიერთობა ვანოსთან და რაღაც საკითხებს უთანხმებდა ხოლმე, არა მარტო ზოგადად რა, თავის რაღაც ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ესეთი ტიპის საუბარი მასთან იყო თუ არ იყო, ეს ნამდვილად არ ვიცი. ანუ ერთ დღესაც რომ მოვიდა გიორგი მიქელაძე და თქვა, იმედის 15% უნდა გადაეფორმებინათ მასზე, თქვენ გაგიკვირდათ თუ არ გაგიკვირდათ? არა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე როდესაც
დადგა პროცენტების და ასე ვთქვათ პარტნიორების შემოყვანის საკითხი, იქ მე ვაწარმოებდი ჩემთან დაკავშირებით ასე ვთქვათ მოლაპარაკებებს ვისთან? და ვინც იყო პრობლემები ხელმძღვანელობა ანუ კომპანიასთან და დანარჩენ მონაწილეებთან მე პირადად არანაირი კონსულტაცია წინასწარ არ მქონია. გიორგი მიქელაძესთან ერთად 2011 წელს ტელეკომპანია იმედის 30%-იანი წილის მფლობელი გახდა ვანო მერაბიშვილთან დაახლოვებული კიდევ ერთი ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი. მერაბიშვილი დღემდე ბიზნესმენის ბინაში ცხოვრობს. ცოტა ხანი დაუწვე მეგობრებს, იმიტომ სახლი არ ქონდა და ცხოვრობს. მერაბიშვილის სახლი არ ქონდა ბატონ გიორგი? არა. ბიზნესმენთან დაკავშირებას დღეს ქრონიკა უშედეგოდ ცდილობდა. იმედის საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ვანო მერაბიშვილმაც. აღაზია კორახაშვილისა და ყოფილი მთავრობის თბილ ურთიერთობაზე მიუთითებს ბიზნესმენის ბიზნესწილები. სულ 22 კომპანია, მათ შორის არის კომპიუტერული ფირმა ალგორითმი. ალგორითმს სახელმწიფო ხაზინიდან ჯამში 80 მილიონამდე ლარი აქვს მიღებული.